მოდი სტატუს კოდებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რაღაცას გაჩვენებთ. ესე იგი, index მეთოდიდან უბრალოდ ყველა მეთოდიდან დავაბრუნოთ შესაბამისი სტატუს კოდის ჩანწერები. index მეთოდიდან ვაბრუნებთ response JSON-ს, ჩავთვალოთ, რომ აი აქედან უნდა დავაბრუნოთ პოსტების შესაბამისი JSON-ი და ნუ მეორე არგუმენტად მოდით serial massivs დავაბრუნებ და მეორე არგუმენტად 200-იან სტატუს კოდს დავაბრუნებ. Okay? Story შემთხვევაში დავტოვოთ ეს ყველაფერი როგორც არის, უბრალოდ აი ამ ნაწილს დავაკომენტარებ, ანუ ვაბრუნებთ 201-იან სტატუს კოდს, ну custom header-ით. Shows შემთხვევაში ასევე response JSON გამოვიძახოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება custom status კოდი სტანდარტულად 200 დააბრუნებს ისედაც Laravel-ი, მაგრამ უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის 200 მივაწეროთ. აი აქ, აი update-ის შემთხვევაში უნდა გავაკეთო საინტერესო რაღაც. Request ობიექტზე უნდა გამოვიძახო validate. Validate-ს მე მივცემ ყველა property-ს input-ის ყველა პარამეტრს, რომლის ვალიდაციაც მინდა გავაკეთო. პირობითად, ავიღოთ title-ი, უნდა იყოს required. მაგალითად, სიმარტივისთვის მხოლოდ ერთ ვალიდაციის rules შემოვიღებ. და body უნდა იყოს required. Okay? როდესაც ვალიდაცია წარმატებით დასრულდება, ვალიდირებული data შეინახება data slot-ში. თუ ვალიდაცია გაფეილდა რაღაცა მიზეზით, ну, რაღაცა მიზეზით ამ შემთხვევაში თუ title ან body არ მომცა user-მა, მაშინ თვითონ Laravel-ი დააბრუნებს 422 სტატუს კოდს. Okay? თუ ვალიდაციამ წარმატებით გაიარა, იდეაში ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ უნდა შევინახოთ ჩანაწერები ბაზაში, ამიტომ დავწერ მანდ to-dos, მაგრამ JSON-ის სახით უნდა დავაბრუნო მე ახლახანს დააპდეითებული პოსტებს ვაკეთებ ხო? კი, პოსტი. და სტატუს კოდი ასევე 200, დეფოლტად 200-ია, შემიძლია არ მივცე მეორე არგუმენტი, მაგრამ 200 დავაბრუნოთ. და ბოლოს return response პირდაპირ response დავაბრუნებ. იცი რა, JSON-ი ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო, რადგან 204 სტატუს კოდი უნდა დავაბრუნო და 204 სტატუს კოდი ავტომატურად no contents გულისხმობს. ამიტომ შემიძლია გამოვიძახო no content პირდაპირ, რაც 204 სტატუს კოდს გულისხმობს, ან შემიძლია, რა თქმა უნდა, set status კოდი გამოვიძახო და აქ მივაწოდო 204, რაც ასევე no contents გულისხმობს. ну, ამ შემთხვევაში სიმარტივისთვის no content მეთოდი გამოვიძახოთ და ეხლა ნახე. გავხსნათ postman-ი და delete არის ყველაზე საინტერესო. გავაკეთოთ delete request-ი აი ამ URL-ზე პოსტებიდან ერთ-ერთის წაშლას ვცდილობთ, გავაკეთეთ და 204 no content. ხედავთ, რომ არანაირი response-ი არ მივიღეთ, მაგრამ status კოდი არის 204. ეხლა update-ი შეგვიძლია ვცადოთ, ანუ put request-ს ვაკეთებთ, status კოდი 200, წარმატებით ну ამ შემთხვევაში serial massivs ვაბრუნებთ აი ამ ადგილიდან. შემდეგ ერთი კონკრეტული ჩანაწერის დაბრუნებას თუ ვცდილობთ get request-ს ვაკეთებთ და აბრუნებს ასევე 200 status კოდით. post request-ს ვაკეთებთ და აბრუნებს 201 status კოდს და ასევე get request-ს ვაკეთებთ /post-ზე და უნდა მოიტანოს პოსტების სრული სია და ასევე 200 status კოდი იქნება ეს. საინტერესო არის update-ის დროს, როდესაც არ მივცემთ ან titles and bodies რა ვალიდაცია ჩვენ გავაკეთეთ. მაგალითად, ამოვიღოთ body აქედან, გავაკეთოთ request-ი და აი ნახე, ამ შემთხვევაში გვაქვს method not allowed, რადგან აი აქ /id გვაკლია. გავაგზავნეთ request-ი და okay, გვაქვს 200-იანი status კოდი. რატომ? ამას სავარაუდოდ redirect-ი გააკეთა სადღაც. Okay, update. Okay, ამის მიზეზი არის ის, რომ header-ებში ჩვენ არ გვაქვს except header-ი. Except header-ი განსაზღვრავს რა ტიპის response ელოდება კლიენტი API-ისგან. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ სტანდარტული მოქცევა გააკეთა Laravel-ის API-იმ და გადაამისამართა homepage-ზე. იდეაში, როდესაც არის ვალიდაციის ერორი, ის რაც ეხლა ჩვენ აპლიკაციაში ხდება, აი ეს ვალიდაციის ერორს ქმნის, Laravel-ი სტანდარტულად, როცა web აპლიკაციას ვაკეთებთ, ამისამართებს
სადღაც, ну ამ შემთხვევაში home page-ზე ამის ამართებს, მაგრამ თუ ფორმას ვასაბმითებთ, ისევ იმ ფორმის URL-ზე ამის ამართებს და ვალიდაციის ერორებს სვავს სესიაში. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ არ მივუთითეთ accept-ის საშუალებით, რომ application JSON-ის სახის პასუხს ველოდებით უკან, ამიტომ მოახდინა გადამისამართება Laravel-მა. მოდი ახლა გავიმეოროთ ეს ყველაფერი. აი ნახე რა მოხდა. ეხლა უკვე მივიღეთ 422 unprocessable content, რაც ვალიდაციის ერორს გულისხმობს. Message the body field is required და ერორებში შეგნით გვაქვს უკვე ობიექტი და body key-ზე გვაქვს მესიჯების მასივი. ანუ თუ გადავალთ body-ში და ამოვიღებთ title-საც, მაგ შემთხვევაში უკვე ორივე field-ზე მივიღებთ ვალიდაციის ერორს. ამიტომ, როცა API-ს ვაკეთებთ Laravel-ის გამოყენებით, რეკომენდირებული არის, როგორც content type-ში, ისე accept-ში application JSON-ი გავუწეროთ, რომ იცოდეს Laravel-მა, რომ ვაგზავნით JSON-ს და ველოდებით JSON-ს. Application JSON accept-ში application JSON-ი გულისხმობს, რომ ველოდებით JSON-ს.